სხვა პლატფორმების გამოყენება, ტელევიზია, პრესა, 1000 კიდევ რაღაც საშუალება და ეს ხშირად ხანდახან ეს ადამიანისგან მოითხოვს დამატებით რესურსულ ძალებს, რაც ბევრ პროფესიონალს არ შეუძლია და თუ ის ამას ახერხებს, ეს ხდება ხშირად მისი სამეცნიერო პროდუქციის ხარისხის ხარჯზე. Ხოლო ერთეულები ახერხებენ, მე ვფიქრობ, ამას და ბატონი შალვა აღმოჩნდა აბსოლუტურად უძღური და მოუმზადებელი აი ასეთი მარათონისათვის და მე ვფიქრობ, რომ რაც შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ ამაში მას ცხად მე პირადად ვერ დავძრახავ, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი არის ასეთი დიდი მეცნიერი, აქვს ასეთი ფართო ხედვა, ასე ზემოდან უყურებს მოვლენებს, ხედავს უამრავ მიზეზშედეგობრივ კავშირს, თქვათ დარგებსა თუ ქვედარგებს შორის, ასე ღრმათი ხედება დარგების შიდა შვეებში, პლასტებში, ღრმა პლასტებში, როცა რენტგენის აპარატი აკეთებს მეტად ორიგინალურ დაკვირვებებს, მას აღარ ყოფნის რესურსი, რომ აი ეს მეორე სფეროც რაღაცნაირად დააწიოს მას და ესეც იყო მიზეზი იმისა, რომ მართლაც გაუკვირდათ, როდესაც მე მას დიდი მეცნიერი უწოდე. კიდევ ერთ ვიტყვი მის ენაზე, ესე იგი დღეს ძალიან ესეთი მოდულ საქმეთ თუ ტრენდად იქცა ის, რომ წერალი იქნება თუ მეცნიერი, რაღაც ესეთი რთული ენით, ნეოლოგიზმების დიდი სიჭარბით, რაც ყოველთვის არ არის, მე ვფიქრობ, საჭირო და იმისათვის, რომ გაიგო მისი საქმელი, ცალ-ხელში უნდა გეჭიროს მისი ნაწერი და მეორეში კიდე უცხო სიტყვა და ლექსიკონი. აი ამ ხრივ შემიძლია თქვა ის, რომ შალვა გავისკირიას ნაწერები არის ძალიან სადა, ენის დაწერილი, გასაგები, მეტად ვალერი ამბობდა, თუ არ ვცდები, რომ ნათელი აზრები ნათლად უნდა გადმოიცესო და აი სწორედ აი როგორი ნათელიც იყო თვითონ, აი ესე ნათლად გადმოსცემდა თავის აზრებს. შესაძლოა ეს არ იყოს მთლად ასე ენათმეცნიერულ ნაშრომებში, თუ ენათმეცნიერება ძალიან რთული დარგია და იქ შეიძლება რიგითმა მკითხველმა ვთქვათ გაუჭირდეს, მაგრამ დაჩერება მის რუსთველოლოგიურ ნაშრომებს და სხვა ეთნოლოგიურ სხვა ნაშრომებს, მე ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად ასეა და აღსანიშნავი. მე ჩემს სასიამოვნო მოვალეობად მივიჩნევ იმას, რომ თურმე შემიძლია მისი ნაშრომების პოპულარიზაციის თუ გამოცემის საქმეში ეს საქმე ნამდვილად გავაკეთო და მე ვფიქრობ, რომ ასეც მოხდება, რა თქმა უნდა, მე მოგივაც ყოველსა თქვენი დახმარებით და ის დაიკავებს იმ ადგილს, არა მარტო საქართველოში, არამედ სოფლიოშიც, რაც მას ეკუთვნოდა ისეთებსიც ნამდვილად იყო და თავად მე როგორც ადამიანი ბედნიერი ვარ და ღვთისწყალობა მიმაჩნია ის, რომ მე მგონი აი ეს პატივი ჰქონდა და მასთან მეტად ესეთი ახლო მეგობრული სულიერი ურთიერთობა. მე თქვენად ის ფოკუსის და მადლობა კიდევ ერთხელ ყველას, ვინც იბრძვის ახლა, იბრძვის თუ მოქმედებს მისი სახელის წარმოსაჩენად. მადლობა.